რამდენიმე წუთის წინ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები დაასანქცია. სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ და ყველა ფინანსური აქტივი და უძრავი ქონება გაეყინებათ. არალეგიტიმურ მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ასევე მის მოადგილეს, თბილისის პოლიციის უფროს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს. გაერთიანებული სამეფო ამ სანქციების დაწესების მიზეზად ასახელებს ზემოთხსენებული პირების მიერ ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევას, მედიაზე და მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმებს და მათ მიერ ორგანიზებულ ძალადობას. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან განმარტებაში აღნიშნულია, რომ სანქციები კოორდინირებულია შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან. ნინო სამყურაშვილი გვეტყვის ახალი სანქციების შესახებ. ნინო, ვინ არიან დასანქცირებული პირები, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს ამ სპეციალურ სიაში მოხვდნენ? დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ეს არის დიდი ბრიტანეთის საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტრო, ანუ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის მინისტრი არის დასანქცირებული. ვახტანგ გომელაური დასანქცირებულთა შორის ალექსანდრე დარახველიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც ბოლო პერიოდში გამოირჩეოდა ბრიფინგებზე, ყველას გვაქვს ნანახი ალექსანდრე დარახველიძე, როდესაც გამალებით ცდილობდა, რომ დაეცვა ის ძალადობა, რომელსაც მოდიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. სულხან თამაზაშვილი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, ყველასთვის კარგად ცნობილი ხარება, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი და მილერი ლაგაზაური, რომელიც არის ხარებას მოადგილე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ეს 5 ადამიანი არის დასანქცირებული. უნდა ითქვას ის თუ რის გამო დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა, გამოაქვეყნა საკმაოდ ვრცელი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რის გამოც მოხდა მათი მხრიდან დასანქცირება. პირველი რაც წერია არის ის, რომ ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის და თავდასხმების გამო მოხდა მათი დასანქცირება და ამასთან ერთად დიდმა ბრიტანეთმა ეს სანქციები დააწესა შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით და დიდი ალბათობით ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც უახლოეს პერიოდში ჩვენ უკვე ფინანსურ სანქციებს, ანუ ასეთ სახელობით სანქციებს უნდა ველოდოთ. რამდენიმე ამონარიც გაგაცნობთ მე ჩვენ, რადგანაც ეხლა გავრცელდა ეს განცხადება, მთავარ გზავნილებს გაგაცნობთ, რაც წერია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ მომიტინგეების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ იყო განხორციელებული შოკის მომგვრელი ძალადობა, რაც არის საშინელი თავდასხმა დემოკრატიაზე და ქართველი ხალხის უფლებაზე, გამოიყენოს თავისი ფუნდამენტური თავისუფლებები და ამასთან ერთად განმარტებული არის ისიც, რომ ჩვენი დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას საქართველოს ხალხის გვერდით და განიხილავს ყველა ვარიანტს, რათა პასუხისმგებელი პირები იყვნენ პასუხისმგებაში მიცემული და რას გულისხმობს ეს სანქციები? გულისხმობს იმას, რომ ამ 5 პირს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრიანად მაღალი თანამდებობის პირებს ეკრძალებათ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა და ასევე მათ მიმართ დაწესებული არის აქტივებიც არის გაყენული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერაფრის შეძენას ან თუ რაიმე ქონება აქვთ დიდ ბრიტანეთში, იქ ვერასდროს ვერ შეძლებენ. აი ეს არის ის მთავარი გზავნილები, რომელიც ამ დროისთვის გავიგეთ ჩვენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან და ამასთან ერთად უნდა ითქვას ისიც, რომ როგორც ჩანს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ იგივენაირ სანქციებს, ანუ სახელობით ფინანსურ სანქციებს ამზადებს ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიც, რადგანაც ასე ერთობლივი კოორდინაციით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, ნათქვამი არის იმ განცხადებაში და იმ განმარტებაში, რომელიც გამოაქვეყნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ვახტანგ გომელაური არის ჩართული პირი 2020 წლის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეგულაციების შესაბამისად შემდეგის საფუძველზე. ვახტანგ გომელაური არის ან და პასუხისმგებელი იყო იმ ქმედებებზე, რომლებიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას პიროვნების უფლებისა, რომ არ დაექვემდებაროს სასტიკ არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას. კერძოდ, საპროტესტო აქციების დროს, რომელიც მოხდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უძღვებოდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების მიმართ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.
და ეს არის განმარტება იმაზე, თუ რატომ დაუწესმა დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ვახტანგ გომელაურს და რა თქმა უნდა, ყველა პირზე არის იგივე განმარტება, ვინც დასანქცირებული არის. ოდნავი განსხვავებით ცოტა მეტი ტექსტი აქვს მიმატებული, მაგალითად ზვიად ხარაზიშვილის ან მილერი ლაგაზაურის დასანქცირების ნაწილს, თუ რატომ და რა მიზეზით არიან დასანქცირებულები და ამ ნაწილსაც ჩაგიკითხავთ, თუ რა აქვს დამატებული ასევე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მათ ნაწილში. ეს არის ის, რომ საპროტესტო აქციების დროს, რომელსაც მოჰყვა უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებების დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უშიშროების ძალებმა ძალადობა გამოიყენეს საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და ახალგაზრდა აქტივისტების მიმართ. სპეცდანიშნულების დეპარტამენტის უფროსის რანგში ამ ძალადობას ზვიად ხარაზიშვილი აკონტროლებდა. აი ეს წერია მაგალითად იმ მიზეზში, რის გამოც არის დასანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება და შეიძლება ითქვას, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და გადაწყვეტილება, როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, მიღებული არის კოორდინაციით ამერიკის შეერთებული შტატებისთან ერთად. ეს ნიშნავს იმას, რომ ალბათ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტიც უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს სახელობით სანქციებს ოლიგარქიული რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების მიმართ.